ბრიუსელში ევროპარლამენტში აფხაზური ხმა პირველად გაისმა. რუსულ პროპაგანდაზე და ქართულ აფხაზურ სამშვიდობო ინიციატივებზე აფხაზმა სამოქალაქო აქტივისტმა დაურ ბუავამ ისაუბრა. მან რამდენიმე წელია ოკუპირებული გაგრა დატოვა და ახლა თბილისში ცხოვრობს. ბუავა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. დისკუსიაზე საუნივერსიტეტო დიპლომატიის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. მანჩიკაბელია დეტალებით. გამარჯობა საქართველო, მე მქვია დაურ ბუავა, მე ვარ აფხაზი. დაურ ბუავა აფხაზეთიდან, ახლა ენგურს იქით დარჩენილ საქართველოში მცხოვრებ აფხაზებს ბრიუსელში მოგზაურობის ამბავს უზიარებს. რა და როგორ ისაუბრა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში აფხაზეთის პრობლემების და რუსული პროპაგანდის შესახებ ამის გაგება მის გამომწერებს მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ. იმიტომ რომ საქართველო მისთვის მტერი კი არა სამშობლოა, აფხაზეთში ჩასვლა აკრძალული აქვს. თუმცა ვერაუკრძალეს იმ მწარე რეალობის მოყოლა, რამაც ევროპარლამენტში ემოციების გარეშე ვერავინ დატოვა. როდესაც ტექსტს წერდი ძალიან ნერვიულობდი, ვფიქრობდი როგორ მიმეტანა მსმენელამდე ჩვენი ერთიანობა და ამ ერთიანობაში ხელოვნურად შექმნილი პრობლემები. საუბარი რომ დავიწყე ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, ჩემი თვალით ნანახი რეალობა და აფხაზურ-ქართული მძიმე ისტორია უბრალოდ ჩემი სიტყვებით გადმოვეცი. ისტორიაში პირველად გაისმა ევროპარლამენტში აფხაზური ენა. დისკუსიის მთავარი თემა მშვიდობა, ჩვენი ერთიანობა, ისტორია იყო და პირველ რიგში ის, თუ რამ დაგვაშორა ერთმანეთს. ბრიუსელში დაურის მიმართვისას გახმოვანდა და დადასტურდა ისიც, რაც ყველა მიცის, თუმცა გადმოცემით. გამოსვლის დიდი ნაწილი რუსული პროპაგანდის როლს და გავლენის მასშტაბებს დაეთმო. აფხაზეთში ძალიან ძლიერი პროპაგანდა მუშაობს. აქ ჩამოსვლამდე მივიჩნევდი, რომ ქართული მხარე აფხაზი ხალხის მტერია და აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, უბრალოდ ვერ გავიგებდი, რომ ეს პირიქით არის. მინდოდა მის შესახებ ბრიუსელში წოდნოდათ, რომ აფხაზეთში ახალგაზრდებს ასეთი შთაგონებით სრდიან. კონფერენციის შემდეგ იყო გარკვეული არასაჯარო კითხვებიც, მოდიოდნენ, მეცნობოდნენ. მითხრეს, რომ ასეთი რამ პირველად მოხდა, რადგან ამაზე საუბრის შესაძლებლობა აფხაზებს არ აქვთ. დღეს აფხაზეთშიც ისინიც კი, ვინც ხელისუფლებაში არიან, ამ ამბავს ჩუმად განიხილავენ. გამოსვლის შემდეგ ბევრი მწერდა, ნაწილი მემუქრებოდა. ენგურს აქეთ მხოლოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებს ვკითხულობდი და მეგონა, რომ მთელი საქართველო ჩემს გვერდით იყო. ქართულ-აფხაზური მშვიდობის იდეებმა უკვე რამდენიმე თვეა დაურ ბუავა თბილისში თანამოაზრეებთან ერთად ორგანიზაცია ამრას ქვეშ გააერთიანა. სოციალური ქსელების საშუალებით ისინი აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ოკუპირებული ტერიტორიის აქეთ ცხოვრებას და შესაძლებლობებს აცნობენ. უყვებიან, რომ შედეგი უკვე აქვთ. ახალგაზრდები თბილისში საცხოვრებლად გადმოდიან, თუმცა ისინი, ვინც რუსეთისგან ოკუპირებულ მიწაზე ოჯახს ტოვებს, საჯაროობას ერიდებიან. დაურ ბუავა გაგრიდან თბილისში საცხოვრებლად თითქმის 2 წელია გადმოვიდა. წასვლას არ სადაპირებს და სჯერა, რომ აფხაზებისთვის ნაჩვენების სიმართლე ენგურს აკეთა საქართველოს შესახებ ამ სამოქალაქო დაპირისპირებაში პატარა ხიდი